დღეს დილიდან 79 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში არჩევნებისათვის საჭირო ინვენტარისა და დოკუმენტაციის დარიგების პროცესი მიმდინარეობს. Როგორც უწყებაში განმარტავენ, იგი დღის ბოლომდე გასტანს. კომისიის წევრთა განცხადებით, საარჩევნო სიებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად მოქალაქეები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ მომსახურების სააგენტოს მიმართავდნენ, სადაც მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია სწორდებოდა. მომჩივანი მოქალაქეების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა და წელს ბათუმის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიას მხოლოდ 10 მოქალაქე მიმართა. შეგახსენებთ, რომ წელს ადგილობრივ ამომრჩეველს ხმის მიცემა 103 უბანზე შეუძლია, მათ შორის 2 სპეცუბანზე ბათუმის სასჯელ აღსრულების დეპარტამენტსა და სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. ყველაფერი მიღებული გვაქვს, მოწყობილი გვაქვს ოთახი, განჯისყრის ოთახი და დღეს მივიღებთ სპეციალურ კონვერტებს, ბიულეტენებს მივიღებთ, რეგისტრატორების მარკირების სითხეებს მივიღებთ. წელიწადიდან მიმდინარეობს საბრძოლო საარჩევნო კომისიებისათვის ბიულეტენებისა და საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა, ასევე საჭირო ინვენტარის გადაცემაც. დღესდღეობით 101 საბრძოლო საარჩევნო კომისიაში მოწყობილია კენჭისყრის შენობა, ასევე მზადაა 2 ეგრეთ წოდებული სპეცუბანი პროცესის გამართვისათვის.